გიორგი, დავიწყოთ ბოლო ამბები. ჩვენ ბოლო შეხვედრისას ვსაუბრობდით სომხეთში განვითარებულ პროცესებზე და იმაზე, რომ ფაშინიანი ძალიან ღიად ამბობს რა არის რისკები და პასუხობს ამ რისკებს ქმედებებით. ეს ცნობილი დაკავებები, რაც ჩვენი ბოლო საუბრის შემდგომ იყო, რას აჩვენებს და პოლიტიკური ტემპერატურა მართლაც მაღალია. სამველ კარაპეტიანის შანსები იზრდება ამ მონაცემით თუ პირიქით იწავს? მოგესალმებით, სოფო, კი, პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია, გუშინ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გაუხანგრძლива 3 თვით სამველ კარაპეტიანს შინაპატიმრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შორის არჩევნების დროსაც იქნება შინაპატიმრობაში. 12 ადამიანი არის დაკავებული ერთ კონკრეტულ საქმეზე, მოსყიდვის მცდელობის მოქალაქეების, თუმცა მანამდე კიდევ სხვებიც იყვნენ 2 მოქალაქე ცალკე დაკავებული. მოკლედ ძალიან ბევრი საქმე არის უკვე სისხლის სამართლის აი ამ კონტექსტში და ტემპერატურა ნამდვილად აწეულია იმ ქედან გამომდინარე, რომ ეს ძალები მიმართავენ ყველა ხერხს, რათა მოიპოვონ ელექტორატი და სამმა ძალამ, როგორც ესე იგი ვახსენეთ, ეცდებიან რომ მიაღწიონ 50%-ს და ანუ რუსეთის დასაყრდენი 3 ძალა უპირისპირდება ფაშინიანს ახლა, ხო? დიახ, 3 ძირითადი ოპოზიციური ამ მომენტისთვის ძალა, 3-ვე ოლიგარქიული და რუსეთთან კავშირის მქონე და სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ სხვადასხვა სეგმენტზე გავიდნენ საზოგადოების, ჯამში დააგროვონ უფრო მეტი ვიდრე ფაშინიანი და ამით შეძლონ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება და შემდეგ ხელისუფლების ჩამოყალიბება. კი ბატონო, აი ამ დაკავებებმა შიდა არ ვიცი კვლევების თუ ასე შემდგომ თუ ტარდება ასეთი განწყობების კვლევა რა აჩვენა, რას აჩვენებს ყოველ შემთხვევაში ეს ტენდენცია, ასეთი ღია დაპირისპირება, ღია მეთოდებით სახელის დარქმევა იმაზე, რომ ეს არ არის ქველმოქმედება და დაკავება ამ ხალხის ეს სომხურ საზოგადოებაში რა გამოხმაურებებს პოვებს? კვლევები პრინციპში ამ მომენტისთვის არ გვინახავს, ახალი არ არის, რამდენიმე კვირის წინ იყო ბოლო, თუმცა იქიდან გამომდინარე საკმაოდ ინტენსიური კავშირი მაქვს სომხურ საზოგადოებასთან, ხშირად მიწევს იქ ასევე ინტერვიუების მიცემა, ვიცი რა მდგომარეობა საზოგადოებაში, დამოკიდებულება სამველ კარაპეტიანის მიმართ შემცირდა და შეიცვალა. თავიდან თუ შემოსული იყო უფრო სუფთა ქველმოქმედის ლოგიკით, როგორც კი პუტინმა მისი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, ეს ნეიტრალური და დამოუკიდებელი პიროვნების მანტია ეგრევე ჩამოიშალა და უკვე ყოველასთვის ნათელი გახდა, რომ საქმე გვაქვს იმასთან, რაზეც ვამბობდით რუს ოლიგარქთან, პლუს როდესაც ახლა არის მტკიცებულებები მოსყიდვის, თან იქ შეურაცხყოფას აყენებენ იმ ხმოვან ფარულ ჩანაწერებში მოქალაქეებს და დაკნინებით უწოდებენ, მოკლედ იქიდან გამომდინარე, რომ ქრთამს აძლევენ და აი ეს სიტყვებიც ახლა გახდა სომხურ საზოგადოებაში მსჯელობის საგანი, როდესაც საკუთარ ამ მომრჩეველს, რომლის მოსყიდვასაც ცდილობ, თან შეურაცხყოფას აყენებ, ასე რომ მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად არის რეალურად დაკლებული. კი, მინდა აქ ვიკითხო ფაშინიანის განცხადება ევროკავშირის ტრიბუნიდან, სადაც მან ისაუბრა, რომ საქართველოს გარეშე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთს აქვს, ასე ვთქვათ, დაბრკოლება და მას უნდა რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, ეს მისი ბუნებრივი მოცემულობაა სომხეთისთვის. რეგიონს რომ შევხედოთ ახლა, იმ შემთხვევაში თუ ფაშინიანი იმარჯვებს აქ, რა ძალთა ბალანსი რჩება და რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ევროკავშირის გზაზე შემდგარი საქართველო და ამ რეჟიმისგან, ამ მოქმედების თავისუფლების იმ ხარისხით, რაც მათ აქვთ, რამდენად წარმოგიდგენიათ საგარეო პოლიტიკის რელსებზე უკან დაბრუნება, იქ სადაც ჩვენი კონსტიტუცია მიგვანიშნებს. რა თქმა უნდა, სომხეთის ინტერესი გასაგებია ამ შემთხვევაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ჩვენი ინტერესი და საქართველოს ინტერესი ასევე იმაში არის, რომ ჩვენ როდესაც რეგიონიდან ხედავთ, რომ მათ შორის არის მეორე ქვეყანა დაინტერესებული, ეს ჩვენს ევროინტეგრაციის შესაძლებლობებს სერიოზულად ბიძგს აძლევს და ინტერესს ზრდის. პრობლემა იმაშია, რომ ქართული ოცნება იმის ნაცვლად, რომ ეს გამოეყენებინა პოზიტიურად და დაეჩქარებინა ჩვენი ინტეგრაცია ევროპაში, რომელიც ძლიერდება, რომელიც უფრო ინსტიტუციონალური ხდება, უნგრეთის საკითხიც მოგვარდა და საუბარია საერთოდ ახლა უფრო მეტ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე და ჩვენთვის ეს კრიტიკული მიმართულება არის, იმიტომ რომ ჩვენთვის ევროპა ყოველთვის პირველ რიგში უსაფრთხოების გარანტი იყო და ჯერ საქართველოს სწორედ ასე უყურებს ასევე ევროპას, როგორც მათ შორის ერთიან არა მხოლოდ ოჯახს,
ცივილიზაციის ან ღირებულებების, არამედ როგორც უსაფრთხოების სისტემასაც, სადაც ჩვენ ხუჯვრიანი ბასტიონი ვითვართ აი კავკასიაში დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის და აქ უნიკალური შესაძლებლობა იმაში არის, რომ თუ სომხეთთან ერთად პარალელურად ეს პროცესი აქტიურად გამავითარეთ, ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ პროცესი, მათ შორის ფაშინიანის გამარჯვებითაც ეს ხელშეუწყობს იმას, რომ ინტერესი მეტი იყოს და ამავდროულად იცით სოფო, აი მარტივი მაგალითი უნდა მოვიყვანოთ, ნახეროთ პროპაგანდისტულ მედიაში რუსთავიორზე იყო საუბარი, რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თურმე რომ Starbucks-ი იხსნება საქართველოში და პარალელს როცაავლებ, აი დღეს გუშინ სომხეთში ვიზიტის ფარგლებში რომ Nvidia-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციის დატა ცენტრის გახსნაზე არის საუბარი და ჩვენთანაც Siemens-ის გაიქო ვიზიტის შემდგომ გაცხადდა ეს ყველაფერი. კი ბატონო, თუმცა ამ დღეებში უკვე ხდება და პირველი მათ შორის საუბარია რომ რეგიონალურ მასშტაბში, ანუ აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი ხელოვნური ინტელექტის ცენტრი იქნება საბოლოო ჯამში. ჩვენ სერიოზულად საუბრობთ ქართული ოცნების პირობებში Starbucks-ის გახსნაზე, როგორც წარმატებაზე. პრობლემა ზუსტად მანდარი და ამიტომაც ჩვენი გუნდი ხედავს ამ თუნდაც ფაშინიანის გამარჯვებას, რომელიც ძალიან დიდი ალბათობისაა, როგორც შესაძლებლობას იმისა, რომ საქართველოს ამ სწორ გზას დაუბრუნდეს და ესეც იქცეს რესურსად. და აქ კიდევ იკვეთება მნიშვნელოვანი მდგენელი, რომ მოსკოვიდან მაგალითად აშკარად ჩანს გზავნილები ანტიევროპული თან საქართველოს კონტექსტში, მარია ზახაროვა მისაუბრა 2-3 დღის წინ და სუვერენიტეტზე როცა კითხულობთ, აი რამდენად თავისუფალია საქართველო, მაგის შემდეგ გამოდის პაპუაშვილი და აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ, რომ ევროკავშირი ბრიუსელს ევროკავშირის საბჭოთა კავშირისკენ მიაქვს, იმეორებს ზახაროვას სიტყვებს, ამით კიდევ ერთხელ ძირს უთხრით საქართველოს პერსპექტივასაც, სომხეთის პერსპექტივასაც, ანუ რეგიონალურ ხედვას. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ რუსი ოლიგარქის გამარჯვება აქაური რუსი ოლიგარქის ოცნება, ხოლო იქ პროევროპელი ფაშინიანის გამარჯვება ქართველი ერის და ჩვენი პროევროპული არჩევანის გამარჯვებაცაა. ეს ცვლილებები საერთაშორისო შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაალაგებასაც ამ ნაწილში განიხილავს ივანიშვილი, არა ქვეყნისთვის რაიმე კონკრეტული სიგეთის მოტანაზე აქვს საუბარი, არამედ მისი ძალაუფლებაში დარჩენის და გამყარების სურვილზე. ამ პრიზმიდან უყურებს ივანიშვილი შეერთებულ შტატებთან ტრანზაქციული ურთიერთობის აწყობას, რამდენად აქვს ამას პერსპექტივა და რაც სulis ამ რეჟიმს საბოლოო ჯამში. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, ცხადია. როდესაც საუბრობთ დღევანდელ დასავლეთზე, უნდა ასე გავითვალისწინოთ, რომ მალე არჩევნებია შეერთებულ შტატებში, იქაური პოლიტიკური ლანდშაფტის შუალედური შეიცვლება, ევროპა გაცილებით გაძლიერდა, ერთიანი პოზიცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იქნება გაცილებით უფრო მკაცრი, ქართველი ერის პროტესტი არსად არ გამქრალა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და ძალადობისა, შესაბამისად ერთადერთი ვისაც აქვს ნაბიჯი გადასადგმელი, ესე იგი, სიტუაციის შეცვლისკენ არის სწორედ რეჟიმი და მოთხოვნები საჯაროდ ცნობილია. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კონფიგურაციის მიუხედავად ოპოზიციური ველზე ყველანი ვთანხმდებით ბაზისურ პრინციპებზე, რაც გულისხმობს პოლიტიკური ტყვეების გამოშვებას, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას და ესე იგი, სწორედ ამ სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო მექანიზმების უზრუნველყოფას, მათ შორის ეს პირველ რიგში ცესკოს სამართლიან პროცესს შეეხება, ხო? ეს ბუნებრივი ნაწილია. თუმცა მეორე საკითხია, რომ ჩვენ ოპოზიციურ ველზეც ასევე გვჭირდება მომზადება და ჯერ საქართველოს ცხადია ხედავს საკუთარ როლს ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეთ ამ პროცესში იმისთვის რომ წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაშიც და გადარჩენაშიც, იმიტომ რომ დღეს საკითხი ნამდვილად არ დგას პოლიტიკურ კონიუნქტურაში, საკითხი ზე პოლიტიკურია, ზე პარტიულია, ეს არის ეროვნული საკითხი. ქართული სახელმწიფო საჭიროებს გადარჩენას, ივანიშვილის რეჟიმმა საბოლოო ჯამში სახელმწიფოებრიობას შეუქმნა სერიოზული საფრთხე, როდესაც დღეს ასევე ხედავთ რომ სიტყვით გამოდის თუნდაც ივანიშვილის ვაჟი, ასევე ცოტა უცნაური მოდელი ყალიბდება მართველობის, ხო, გაურკვეველი. ივანიშვილს არ გააჩნია თანამდებობა, მის ვაჟსაც არ გააჩნია თანამდებობა, ალიევს ხვდება მაგალითად ივანიშვილი თანამდებობის გარეშე, იქ პრემიერი დგას, რომელიც უმაღლესი პასუხისმგებელი პირია, თუმცა არ არის პასუხისმგებელი არაფერზე. აი ეს არასწორი, არასახელმწიფოებრივი მოდელი აუცილებლად ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ მკაფიო და ცხადი კონსტიტუციური მოდელით, სადაც
სადაც იქნება შეთანხმება სოფო აუცილებლად შეთანხმება ქართულ ხალხთან რომ ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას რაც ქართულ ხალხს ჭირდება მაგრამ მეორე მხრივ სახელმწიფო ისეთ სისტემას ავაშენებთ და ხალხის მხარდაჭერაა საჭირო რომ ხალხს ექნება დარწმუნებული პოზიცია რომ ძალაუფლების მითვისება საქართველოში ვეღარ მოხდება ასევე გჭირდება შეთანხმება მაგალითად ბიზნესთან რომ ხელისუფალი აღარ ჩაერევა ბიზნესში და არ გახდება ბიზნესის ზეწოლის ნაწილი შესაბამისად აი ესეთი ფართო საზოგადოების შეთანხმება გჭირდება იმისთვის რომ ეს რეჟიმი შევცვალოთ და გაცილებით უკეთესი ხელისუფლება გქონდეს ჩვენ გარკვეულწილად დავკარგეთ საზოგადოებაში დაიკარგა იმედი რომ შეიძლება უკეთესი ხელისუფლება იყოს იმიტომ რომ შიშებზე არის манипуляცია რომ გეგონება თუ არ იქნება ქართული ოცნება იქნება მაინც უარესი ვითარება ჯერ საქართველოს პოზიცია არის რომ პირიქით ქართული ოცნება როცა არ იქნება ჩვენ ისე გავაკეთებთ რომ იყოს გაცილებით უკეთესი ხელისუფლება ვინც ქართული სახელმწიფოს ინტერესებს გააკეთებს